მოგესალმებით ქალბატონებო, ბატონებო, დავიწყებთ დღევანდელ გამოშვებას. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის სანდრო ბიბიჩ კვაჟაძე. მოგესალმებით. This is Zmuki. ეს არის Zmuki, რო გადავთარგმნოთ ინგლისურიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორია Betson Sport-ი. ვაუ, ვერე. ბილეთებიჯი. ჰერიო. ახალი პატარა შვილი გაუჩნდა ჩვენ დიდ ჰერიოს და პატარა ჰერიო ყავს. ჰერიო არის კომპანია, რომელიც აწარმოებს აუდიო სისტემას. და აგერ Forcewood-ი ესეთი Scottish whisky, ანუ შოტლანდიური whisky, რომელიც ალკოჰოლში და whisky სახში იყიდება და ასევე მოდი ახლა მე შენ აი ამ მშვენიერ ესეთი ბრელოკი გვაქვს კომპანიას ქვია Sophia და Nurse by Dapna. აი ეს შენ გადმოგეცა ჩვენგან გინაცვალე. და სტიკერები შეგიძლია აიღო ვეიპორიაში. როგორ ხარ ბიბიჩ? უკეთ და უკეთ. რა კარგია, რის მერე ხარ უკეთ და უკეთ? წინას მერე არის უკეთ. წინას. აუ, მოუყვეთ, აბა რა აუ, ბიზნესი დაგვემართა. წინა ჩაწერაზე მოკლედ ერთი კვირის წინ დაახლოებით ჩავწერეთ ბიბიჩა და ეგეთი ჯადოსნური ეპიზოდი არ გქონი. აი ერთი კვირა მიხაროდა. დედას ბრძალა. პატივია. და ისეთი ჯადოსნური ეპიზოდის ხმა გაგვიფუჭდა. რომ ვერ პატიო ჩვენ მეორე ეპიზოდი ზედის. აუ, აბა, ერთ კვირაში გაგვიშთა ორი ეპიზოდი და მარა დღეს ვეცადოთ, რომ უკეთესი გავაკეთოთ რა. ჩემი აზრით რაღაცა გამოა ბუნებრივად. მე მგონი არ უნდა ვეცადოთ და უკეთესი და მოდი დავიწყოთ Zmukis ხმებში სიმღერის დასაწყისით. მზად ვარ. ესე იგი, ჩემი შემოთავაზებაა, რომ Zmuks კონდეს რაღაც დასაწყისი რა. იმიტომ დასასრული აქვს. ხო, დასასრული აქვს. სწორია. ეგ შენი კომპოზიცია, ხო? კი, იცი თან დიდხანს ვიმუშავა სხვათა შორის. და ამონარიდია რამე სიმღერიდან? არა, ეგ არის რა. ეგ არის. კაია. ანუ სიმღერას ვაკეთებდი, ვერ დავასრულე და Zmuki რო გავაკეთეთ, უი, მე მაგ რაღაცა თქვა უთხარი და გოგა მაარჩია. მე მომწონს რომ ეგრევე ირთვება რა. უი, ჩვენ ხისტად. კიდე გვაქვს ახალი ამბავი. აბა გოგას აქვს მიკროფონი. აი, ხედავთ კომენტარებს კითხულობთ და რაღაცა თქვი ბიჭო. გოგა მოგესალმებით. გამარჯობა მაინც უცხარი ხალხს. მოგესალმებით. ეხა ის ხო პრინციპში უცად ველუდებოდი რომ ხო მე როიქიდან მე საბანკეტო ხმა ავტომობილი. ხო და მოდი გავშალოთ. გავშალოთ, აბა გისურვებთ. ესე იგი, Zmuki იწყება. 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 ესე. Zmuki იწყება. Zmuki იწყება. ვა! ეხლა რა ვქნათ, იცით? აი უფრო დამშვიდებულზე, უკვე ჩამოყალიბებული ბენდი რო იმღერება. პირველი ნოტი მომეცი Zmuki იწყება. აი ჩამოყალიბებული ბენდი ვართ უკვე 2 წელი. 3, 4. Zmuki იწყება. ვაუ. უკეთესად შეგვიძლია. 1, შევანებოთ. 3, 4. Zmuki იწყება. შვენება და მაისი. ო. შეგვიძლია ერთი ვარიანტი მაქვს, რომ უფრო ქართული იყოს რა. არა, მოგცი გადაცემას. კი, გადაცემა მორჩა. და კიდე ახალი ამბავი ბახალას აქვს ისა. რა გაქვს? სეკვენსერი. იოდა, ერად რა ქვია მას? OP1 Kanobi. ამას წინა სერიებში ხო იყენებდა. ხო, მაგრამ ეხა ხმები დაუყენე და ეს ხმა არ ქონდა წინაზე? წინაზე შენ რო იყავი კი, მაგრამ მაგას ვერაზოს ვერ ნახე. მაშინ პირველი იყო როცა. ისე რაღაც კადრებს გავუშვებ თუ არა? წინა ჩაწერი და რამე კადრებს გავუშვებ? ხო და მოდი მაშინ მართლა ეხა თლათ ნუ გავგიჟდებით და წავიყვანოთ როგორც მიყავს ხოლმე რომ მუსიკაზე ვისაუბროთ. მოდი. რომ სულ არ გამოგვივიდეს ძალიან ფამილიარული. ის ნაწილი მომწონს ეხა რომ ის დაგვეხმარება. ის არ დაგვეხმარება არაფერში. ნუ გაქვს მაგის იმედი. რაზე არის? ანუ წინა რაც ჩავწერეთ და გავუძეთ, ტყუილა არ არის რომ არ გადის. აზრი არ აქვს ხმარი.
აი. რითი შენ რო იცი, კითხვა დაუშვი რა. რითი დავიწყებ? წინას ძალიან კარგად და მშვიდად დაიწყე. შენ სადღაც ხა რა კონდიციაში ხარ მენტალურ მაგაზე და რატომ მოხვდი მანდ? მაშინ დავიწყებ იქიდან რომ იმ გააზრებამდე მივედი რომ ესე იგი იმისთვის ჩამოვედი აქ საცხოვრებლად დედამიწაზე რომ რაღაცა გავიხსენო იქამდე დაგროვილი ინფორმაცია თუ ნამუშევარი ვიბრაცია. და ეს აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში ხმა, ბგერა, რომელზეც დიდად არ მიმუშავია ამ ცხოვრებაში და ესე უბრალოდ გახსენებით მოვიდა ჩემამდე რომ სადღაც მაქვს ეს უნარი. და ეს გახსენება მოხდა მაშინ, როდესაც დავიწყე მარტო ცხოვრება და ჩემ თავთან ძიება და კითხვების დასმა და გამოღვიძება სულიერი და ბევრ ფენებად იყოფა ეს გზა. ხო და იცი რა არის საინტერესო კიდევ ვიღაცებისთვის, მაგ რატომ მოგინდა მაგას ჩაძიება, სადმე გავიფსკერეთ? იცი არის ფსკერს კი შეგვიძლია ეგრე დავარქვათ ფსკერი. არა, ისე პირობითად ვარქვათ, ხა ყველას თავისი აქვს, ხო? რამდენიმე ფენა მქონდა მაგის. მაგრამ ფსკერს ვეღარ ვარქმევ რა. იმ მომენტში ძალიან მძიმე იყო. მაგრამ აი ეგრე შეიძლება დაგვარქვათ, რომ აუცილებელი არ არის გაფსკერო, სადღაც დამძიმდით რა. ხო. ხო, იმიტომ რომ შენთვის საკმარისი იყო დამძიმება რა. ისეთი პროცესები მიდის შენში, რომ ძველი მე აქამდე დაგროვებული, რომელსაც ხარ მიჩვეული, ნელ-ნელა ივიწყებ მაგას. და ჯერ ხარ გაურკვევლობაში, არ იცი რა ხდება. სიჩუმე შეიძლება იყოს, შეიძლება თავიდან დარდი გაქვს, მაგრამ შეიძლება დარდიც გაქრეს და სიჩუმეში იყო და არ იცი საით მიდიხარ რა. მე მანდ უკვე სივრცე ჩნდება, რომ ახალი შემოვიდეს რაღაცა თუ უფრო მიმღებლურად და მადლიერებით მიუდგები მაგ მდგომარეობას და ახალი შემოდის მე ის უფრო ნამდვილი და წრფელი შეიძლება იყოს შენი საწყისი უფრო რომელთაც გაჩნდი და აქ ჩამოიტანე რა რომ აქ ატარო მე ეგ და ხო ამიტომ შენ ამბობ რომ ხმერთან მიახლოებაში გეხმარება? საბოლოოდ ეგ არის კი ესე იგი ჯერ უკავშირდები შენს საწყის რომელიც ღმერთიდან არის წამოსული რაღაც ნაწილი არის წამოსული და მე საბოლოო სურათად თუ აღიქო ეგ არის რომ რაღაცა ღვთაებრივი საწყის სამდე მიდიხარ რა ხო და სადღაც მაგ მდგომარეობაში ანუ ახმა შეიძლება რა თქვი რომ მიმღებლობა თუ გაქვსო ამ ყველაფერს გრძნობო სადღაც მაგ მშვიდობაში როცა ეშვები რა როცა მშვიდდები ესე ანუ ჯერ პირველია რომ გადაწყვიტო რომ მორჩი გატრაკებას რა და ცოტა ისე დაბალი ტემპით შეხედო რაღაცებს მეორე მომენტია რომ მაქსიმშვიდეს რო პაულო აი ამ მაქსიმშვიდეში მოდის უკეთესი რაღაცები ვიდრე იმ ქაოსში ხო მანამდე სადაც იყავ და აი ეს მიმღებლობის გაჩენასაც აჩენს პარალელურ რეჟიმში ეგ სიმშვიდე პრაქტიკა გჭირდება ალან ვატსი ჩვენი საყვარელი ვინა ლექტორია ფილოსოფოსია ხო რავი ბევრი რაღაცა მე კარგად არ ვიცნობ მოკლედ ალან ვატსი ვინც არიცით ნახეთ არიცი შენ ალან კარგად არ ვიცნობ კარგად არის ხო ლექციები აქვს YouTube-ზე ძალიან საინტერესო არ ტიპი არის რომელმაც ბევრი კონფესია გამოცდა და იბოდიალა სხვადასხვა სისტემებში ამ რელიგიების და ფილოსოფიების და საბოლოო ჯამში ამ თავის ლექციებით ბევრ რაღაცას გვიხსნის მაგრამ ამ აღმოსავლური სისტემის თანამედროვეობა აქვს ძალიან კაი კრებული სადაც არის ძირითადად ამის გააზრება ამ ფილოსოფიის აღმოსავლურის იქ ძენის იმის ან რაღაცა სხვადასხვა ხო რატო ყვები ხა ალან ვატსზე რა ძალიან აი შეიძლება ცხოვრება შეგიცვალოთ რა ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ალან ვატსის პერიოდი როცა უკითხულობდი უსმენდი მაგრამ აი პრაქტიკაზე რო ლაპარაკობ არა პრაქტიკებდა არაფერს უბრალოდ ეს ცოდნა ქონდა ცოდნა არაფერს არ შვება ალან ვატსი გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით ხო არ ვიცი მაგის ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა ანუ ცოდნა არის ნოლი საერთოდ
თავარი არის პრაქტიკაში მოყვანა, მოქმედება. ჩემ ერთ პატარა ისტორიას ჩაგვიხებთ, რეალურად მე გადამარჩინა, მეც ალანოცმა ამ კონკრეტულმა ერთმა აიმხილა ბროშურამ. ამ ბროშურამ ათხილმა წიგნმა. ხომ აქ მოყოლილი ადრესი, მაგრამ გამიმეორებდა ციხეში შემივიდა ეს წიგნი რაღაც პირველი კვირის დასაწყისში ჯოჯოხეთურ რეალობაში. ეს რო წავიკითხე, ყველაფერი გახდა მისაღები რეალურად რა. ხო, შენ მომენტ. და მე კიდე რაღაცა ძალიან მისტიურად მე დაემთხვა კიდე წლების მერე კიდე გამჭირდა და კიდე ესე ფიქრობდი რომ ეს ჩემი წიგნი სად არის კიდე ჩავხედავ და კიდე მომდის ესე საერთოდ აი უბრალოდ ვიფიქრე მაგაზე რომ როგორ მჭირდება თქო და არ ვატრაკებ 15 წუთში საკნის კარი იღება და მაძლევენ ხელში. აი ეგეთი ის ქონდა ჩემ შემთხვევაში რაღაც რა შემოსულა. როგორი ენერგიითაც გაუშვებ სათხოვარს. აბა. ეგ ძალიან ისეთია. კარგად უცად ეგრე დაგიბრუნდება რა სამყაროსგან. ეგ ყველაფერი პროცესია რასაც ვიძახით რა და ალამოცი შეიძლება სხვისთვის არ იყოს რეზონირებული რა. რა თქმა უნდა. და ვიღაცისთვის სხვა რაღაცა ინსტრუმენტი იყოს რომ ჩემთვის ბიბლიის ეფექტი აქვს რა. როგორც სახერების კითხვა ვიღაცებს შვებას პოულობენ და ოღონდ იმ რაღაცა იმ ფილოსოფიით ახერხებენ მაგას ჩემთვის ეს აღმოჩნდა უფრო მეტად რაღაცა თავარი გულს და ინტუიციას უსმინოთ რა და გარე ფაქტორებმა არ შეგვიშალონ ხელს და არ მივაქციოთ ყურადღება გარე ფაქტორები ხო ყოველთვის იქნება და უბრალოდ არ მივაქციოთ ეს ყურადღება და ჩვენი ხმა უფრო გავაძლიეროთ შინაგანი რომელიც უაჭველი სინამდვილეზე მიგიყვანს იმიტომ ჩვენში არის ინდივიდში არის ყველაფერი სიმართლე დამალული რა დანარჩენი უკვე შედარებებს აღარ აქვს მნიშვნელობა რა ზოგისთვის რაღაცა ინსტრუმენტი გამოდგება რაღაც მალამოსავით ზოგისთვის სხვა ინსტრუმენტი ხო და შენ როგორ აღმოაჩინე რომ ამ ხმით შეძლებდი რას თან იმ ხმით რომელიც მე ისიც მოვყვეთ საიდან გვაქვს ეგ ხმა ანუ რა წარმავლობის არის და საიდან გვაქვს ათვისებული თუ შეძენილი ხო ეს წარმომავლობას ვერ ვისაუბრებ არა სახლიდან მოდის ეგ აქ როგორც გავიხსენე ეს ამბავი იყო რომ ხო ნუ ჯერ ისე მოხდა რომ ავირჩიე მუსიკოსის ოჯახში ყოფნა მამა ჩემი არის მუსიკოსი და ბიბი ყვაჭაძეა მამა ვთქვათ და ისე მაგიტო ხარ ბიბიჩა კი ეხლა რო გაგეგო ეგ რა გაგიგოს მე ცოტა ხნის წინ გავიგე რეალურად ხო და ბიბიჩასთან მოვხვდით ბიბისთან უბრალოდ ბიბი ოჯახში ზუსტად იმ ოთახში ქმნიდა მუსიკას სადაც მე მეძინა და დღე და ღამე მოკლედ თავის მუსიკაში იყო და ილექებოდა ჩემში მისი ჟღერადობა ენერგია დაიწყო მან ჩემი რაღაც გახსენებები და მე ერთ დღესაც დაუკარი პიანინოზე არც მახსოვს როგორ დაუკარი პიანინოზე იმიტომ რომ არ მაქვს ესეთი განათლება პიანინოზე დაკვრისი და უცბად დავწერე რაღაც კომპოზიცია იყო არ ვიმღერე მაგ კომპოზიციაზე პატარა ალბათ კი პატარა ვარ აქ სურათს ჩავაგდებ სურათი გაქვს მანახე ხო მაგ და ხო და ბიბის მოვასმენე პირველი რა თქმა უნდა და ესე მორიდებულად შემწხვენოდა და ანა მე დამიდასტურა რომ კაი ყოჩახ რაღაცა და მაგის მერე უკვე რა ვიცი აი ბავშვობიდან მახსოვს რომ ხმებში მღეროდი რა სახლში რაღაცა წვეულებებს რომ მართავდით ხოლმე მეგობრები მოდიოდნენ ბიბის და ეკას დედაჩემის ხმებში სუმღეროდით რა მე მშობლების და ჩემი და მაგრამ იქამდე გენეტიკის ხაზს რო გავყვეთ ბებიები, ბაბუები და მათი დედების და მამების და ბებიები და ბაბუები კიდე დიდი ბებიები, ბაბუები ყველა მღეროდა რა. ხო და ხმებში სიმღერა ძალიან მიყვარს რა, აი მართლა მალომოსავით მეხება ხოლმე სულ რა, მუსიკაში რაც გამოვარჩევ ეგ არის რა, პირველი. ხმებში სიმღერა ძალიან მიყვარს. მე უკვე ვიბოდიელე, სადვიბოდიელე, ხო? ცოტა ხანი ვგალობდი. გიმნაზიის სკოლაში ვსწავლობდი, იქ ეკლესია იყო, ცოტა ხანი ვგალობდი. მე ქართულ ხალხურ სიმღერასაც ვმღეროდი გიორგი უშიკიშვილთან, იქამდე ლალიკო ბერაძესთან დავდიოდი. ვოკალზე ბავშვების გუნდი ვიყავით. თან ცეკვავებთან ვმღეროდი, ძალიან სახალისო ის. ქართულს ცეკვავდი? არა. აბა, ბრეიკდანს?
არა. მე ვცეკვავ ბრეიკ. ხო? ბრეიკდანსი როგორ მინდა ვისწავლო, იცი? გასწავლი გინდა? იცი ვისთან უცბად რო გია ფარადაშვილთან მაგრამ- დავდიოდი ბრეიკდანსზე. ეხა სადაც არის სამეფო უბნის თეატრი. ხო. ბებიაჩევი მუშაობდა მან და მე მიყვანეს გია ფარადაშვილთან. გია ფარდაშვილი რო ვიცი. ილუზიონისტი რო აა, ხო. და ესეთ რაღაცებს მაკეთებინე. მე ვიყავი 5-6 წლის შემაგა. ჩემთან ერთად ბაკურა დავდიოდი. ბაკურა ბრეიგერია. ბრეიკდანსერია შეჭება. ესეთ გადაჭრილი ხალთაცმანები ქონდა. რა მაგარი იქნებოდა რომ ბრეიკდანსი და ცალკე როკ მუსიკა რო გაგემითარება ორივე. ისე რა მაგარია ბრეიკდანსი და როკი. ხო. არ არის გვიანი, ხო იცი? არა. კიდე ერთად შევიდე. აკორდს ავიღებ და ვიცეკვებ. ცოტა დისკო რო. რო ტრიალებს თავზე. დისკოში გაზაობული უნდა იყოს. ოი, საჩქარი მაქვს თქვენთვის. აბა. ნიკო, სი უნდა მომცე ისევ. თუ სი? გაქვს. სი, შემითხარი ყოველთვის მაქვს სიო. სიყოლთვის. გაია. მადლობა. შეგეყინა გიტარა ხელში? აუ ხო. მივხვდი რომ გავაფუჭებ. გაბადრული დავრჩი. ძალიან გაიყო. ესეც საჩუქარი. აუ, იცი რა გამახსენდა? ეხა ამას ფიქრობდი რომ მეთქი აუ, ისეთი მუსიკაა თქო რომ ვიღაცები რო ბაზრობენ, ხო იცი? ჩემთვის უთქვამს ბევრს რომ dark side of the music იცი როგორ უნდა მოусმინო, შუქი უნდა ჩააქრო რა. და მაგაზე გამახსენდა რომ ანუ მეთქი ამაზე შუქი უნდა ჩააქრო, თქო ისე მოსუმდა. გამახსენდა რომ გვიწერენ იმას რა ქვია რა, რომ აი Pink Floyd-ზე მოიწვიეთ როგორც Beatles-ის სპეციალი გავაკეთეთ, რომ Pink Floyd-ის სპეციალი და ვაფშე სხვადასხვა ბენდების სპეციალი გააკეთოთ რა და გულწრფელად მინდა გთხოვოთ, არ არის ეს რომ აი კომენტარები გჭირდება და რამე რა, რომ მართლა დაგვიწეროთ, ვინ ფიქრობთ რომ შეიძლება გაკაჩოს აი ესე თქვა Pink Floyd-ზე, Nirvana-ზე, სხვადასხვა ბენდებზე ან სხვადასხვა მუსიკალურ თემებზე რომ ისაუბროს. იმიტომ რომ ჩვენ სტუმარზე არ მოგდის აზრი. ანუ ვინ არის ისეთი ადამიანი რომ აი ესე სიგრძნისეულად იცოდეს რომელიმე აი თქვა ბარემ ეხა ვიდოდა და უბრალოდ ანუ რო Nirvana გვინდა ვთქვათ რომ Nirvana გვინდა მაგრა რა. აი ვინ შეიძლება სტუმარმა ანუ ესეთი ცოდნე იყოს რომ გამოგვეხმაურეთ. ხო და Pink Floyd-იც რატომ მინდა იცი სულ მიტრაკებენ რატო არ გევასება Pink Floyd-ი რა და ვინმე მოვიდეს და აი დამავასოს თუ ტრაკია. ხო. დაგიმტკიცოს. დამიმტკიცოს. შენ სახლშივე დაგიმტკიცოს. ხო. არა. შენ გაქვს რამე მუსიკაზე. მე მაქვს შემოთავაზება სანამ მაგ კითხოს გავასხოს რომ მინდა გავაჟღერო აქაც რომ ისეთი ბენდი ვთქვათ და არტისტი რომელზეც არ ვიცით არაფერი თითქმის ინფორმაცია არ გვაქვს და დავსვეთ და ვილაპარაკოთ უბრალოდ ვითომ ვიცით რა მწოდნეები რო გამოჩნდეთ. გოჯირაზე ვილაპარაკოთ კიდე?
ორი სიტყვით მითხარ ვინ არის გოჯირა? ასე არა ვარ, რო ვიცოდე კი არ გეტყვი. იაპონელი. არა, ოღონდ არსებული რო იყოს, რა. არა, მიკროფონი აიღე, ბიჭო, ისე ნუ მელაპარაკები. გოჯირა არის ფრანგული მეტალ ჯგუფი. ოკეი. ძალიან. მოდი ვისაუბროთ. მართლა არის ეს. ხო. გოჯირა. მოიგონე არა, გოჯირა. მოგო გამიგია რო არის. გოძილასგან. გოჯირა. ხო და ძალიან ისე ვიცი რა არის, როდესაც დაარსდა ეს ბენდი. ხო. ხო გახსოვს შენ? როგორ არ მახსოვს. იმიტომ რომ ნუ სანამ პირველ ალბომს გამოსცემდნენ და მერეც იცი რა საერთოდ ფრანგულ მეტალზე როცა ლაპარაკობ იქ უნდა ბაზარი არა გოჯირას ვერ გამოტოვე ბაზარი არა ხა საერთოდ ფრანგული მეტალი მე ძალიან მიყვარს ჩემი ერთ-ერთი ხო არის ახლა ვიღაცა სკანდინავია რა გასაგებია ფრანგული მეტალი და გოჯირა იმიტომ რომ მაინც ხო ბოდიში გაგაწყვეტინე გოჯირა მაინც ფრანგული ცოტა გავიდა ფრანგული მეტალიდან ბოლოსკენ იმიტომ რომ ეს მეოთხე ალბომის შემდეგ უკვე არა ეხა მეოთხე ალბომი მოდი ეხა ეგ უკვე ცალკე მაგას ცალკე გადაცემა უნდა ცალკე დავუთავთ მაგას ბიჭო და მართლა ეგრე როა იცი რა ხდება მეოთხე ალბომი მე მართლა მაგას გეუნები რა ეხა ბიჭო ეს ინფორმაცია არის ცაში ჩვენ ამას ვკითხულობთ ნებისმიერ თემა მითხარ დაგელაპარაკებ თავში რო ამივარდეს ახლა უცებ ცოცხალი ბენდია გოჯირა ბიჭო დაჟე ისა რა იყო ოლიმპიადის გახსნაზე დაუკრეს მე ვა სტადიონზე გაგ ოლიმპიადაზე გაგდაგრულ რატომ ამბობთ იმიტომ რომ მე მაგდაგრული და მინდა რომ შენ რომ მეწყი მაგეთქვი მე ჭადრაკის ოლიმპიადაზე მართლა როგორი იყო სოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადა თუ სოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადაზე უღონდ საქართველოში ტარდებოდა პლექსი არენაზე და უკრავდი სიდ ვიშესის ვერსიას My Ways და ამ დროს სოფიშვილები ცეკვავდნენ ვაუ რა მაგარია My Ways-ი გამახსენდა ეს Green Mama Green Mama არის ძალიან მაგარი ბენდი ნამდვილად Still something to know. აგარიში. ჩვენ ბევრი კონცერტი ქონდა ხოლმე Young Georgian Lolita Green Mama-სთან ერთად. ხო. და რატოღაც ესე გადაწყდა რომ ჩვენამდე უკრავდნენ ხოლმე. ხო. სუმსხვენოდა ხოლმე მაგათ მე რა ბოდიში უხდიდი ხო? ბოდიშებით. ხო. ჩემი ოცნება იყო ისე რომ მე break dance კი არ და ვაფშე ზოგადად. ორი ოცნება გასწავლით რა break dance და სიმღერის რა. და სიმღერაზე ხო შეგიძლია დამეხმარო. კი, აი, აქვე ჩავაინტეგრიროთ მე ვასწავლე. მე ვარ ჩაწერილი. მე ვასწავლე ვოკალს. ნიკუშა და რამე თქვი მელოდია თემა, პატარა ფრაგმენტი და გავაშლევინოთ ხმებში. ეხლა. ჯერ თქვას. ესე იგი ვასწავლე ვოკალს. და მე 4 წელია უკვე ვასწავლე. 4 წელი გავაზაფულს. და ესეც გახსენების დიდი ნაწილია რა. ჩემ ცხოვრებაში რომ უფრო როგორ იცი, აი ადამიანების ფსიქოტიპს ინდივიდუალურად როგორ შემილი გამოვადგე რა. რომლებიც მოდიან და უნდათ სიმღერა სხვადასხვა მიზეზით რა, ზოგს თერაპიული კუთხით უნდა, ზოგს დეტონაციების შემცირება, ზოგს თქვა უნდა გაიმჯობესოს, ზოგს რაღაც სცენაზე უნდა ყოფნა, ზოგს ხმებში უნდა გაშლა. ზოგს უფრო შემოქმედებით უნარიანობა უნდა გაიმჯობესოს და ყველა სხვა ჩვენი ფსიქოტიპი გვაქვს და ჩვენი გამოცდილება ცხოვრების შეეული და როგორ შემიძლია რომ თითოეულს გამოვადგე ძალიან ისეთი რაღაცა საინტერესო და ლამაზი პროცესია და რამოდენიმე თვის წინ თხოვე რომ მეთქი მასწავლეთ ხო ვოკალი თქო ვივლით ხო შენთან რა და მითხრა რომ ივლისიდანო და არც ვკითხე იმიტომ რომ პატივსცემ ის სივრცეს მაგრამ ამ ფორმატში კითხავდი რა იმიტომ შეიძლება საინტერესო იყოს რა არის მიზეზი რომ რატომ მითხარი ივლისიდან ესე იგი, როდესაც დავიწყოთ 4 წლის წინ ვოკალის პედაგოგობამ
დავიწყე ივლისში დაახლოებით, საფულს დავიწყე რა. დავდები ვიდეო. კურსის აღწერის, რომელსაც ქვია იპოვე საკუთარი მე შენს ხმაში. და დავიწყე ზაფხულს. და ხო იცი ახალი რაღაცა ეტაპი იწყება შენ ცხოვრებაში და მივაყარე ბევრი მოწაფე ავიყვანე მაგ დროს. და თავის დაღლა მოიტანა ბოლოს და დაღლა მოიტანა სადღაც ესე ნოემბრისკენ. მე მივხვდი რომ უნდა დავაბალანსოთ და გავუფრთხილდე ჩემ თავს და შესაბამისად მოწაფეებსაც, იმიტომ რომ რაოდენობამ დაგხალა სტუდენტების, რა ქვია მოწაფეების. ხო, ინტენსივობამ რა. კი. და რამდენი ხანი უნდა ვიარო და რა სიხშირით? შენზე ეგ დამოკიდებული, მე არ მაქვს ესეთი გაწერილი კურსი, რომ აი ამას აქედან აქამდე. მაგას შენ თვითონაც იგრძნობ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ შენ ამდენად მოგინდება რომ სახში აკეთო რა რაღაცა, რასაც ყველაზე იქ გავივიდეთ. მინდა მჯეროდეს რომ გავაკეთებ. ხო, ეგ ისეთია რა, მეც ხო რა ყველას დიდი პრობლემა ეგ გვაქვს ხოლმე ძირითადად რომ აი შეიძლება ისე არც გვინდოდეს რა, როგორც გქონია რომ გვინდა რა. და მაგიტო არ ვაკეთებ სახში რაღაცას. მაგრამ ძირითადად აი ხო რომ პირდები საკუთარ თავს ან სხვას რომ აი გააკეთებ, მაგრამ რა არ აკეთებ ეგ მაგის შემთხვევაში ხდება ხოლმე რა. თუ როგორ? ჩემთან როია ხო? იცი არის ძირითადად კვირაში ერთხელ დადიან, კვირაში ორჯერ ყავს და 1-2 ყავდა 3-ჯერ დადიოდნენ რა. გააჩნია ესე იგი რა ინტერვალში გინდა ჩაჯდე რომ მიიღო შედეგი რა. იმიტომ რომ თუ ხშირად ივლი უფრო მალე მიიღებ შედეგს. მაგრამ იცი მაინც ცნობიერებაზეც არის დამოკიდებული რა. თქმა უნდა. ხო. და ერთი დღე შეიძლება გიყოს კვირაში და დანარჩენი სახში იყო უფრო შენ თავთან მოაგვარო ეგ ამბავი რომ გიყოს ერთი დღე კვირაში. იცი რა მაინტერესებს, ცოტათი განუვითარებელი სმენა ვისაც აქვს, მოსაყოჩაღებელი ვისაც აქვს რა. მაგას რა დრო შეიძლება დაჭირდეს? თან ისე რომ ხმის ამოღების გამბედაობა და ყველაფერი რომ შეძლოს რა. ეგეც ინდივიდუალურია. ისე საშუალოდ რო ვთქვათ. აი ვასტიბულს ბავშვს შენამზადებ? რა თქმა უნდა. მადლობა რომ აღნიშნე. მინდო დამის თქმა. მართლა? კი. ვერ ხვდები ჯერ? ვერ კითხულობ. არა, უმრობთ. არა ხომ, არა ხანდახან მაზავ ხონდა. მართლა. ხო და ესე იგი ერთი ისეთი მოსწავლე მყავს, რომელსაც ქვედა რეგისტრში გამოსდის უფრო ახ ბგერის რა. და იმის ზევით, გამოცდილება არ აქვს და შესაბამისად უჭერს რა. და მაგის გახსნა დავიწყეთ ნელ-ნელა. და დავიწყეთ ძალიან პატარა ნაბიჯებით რა. აი რაღაცა 5 ბგერაში რო ეტევიჯე რა და მე ნელ-ნელა გავხსენით და იმდენად მონდომებული და იმდენად დაკავშირებულია თავის თავთან რაღაცნაირად გამთლიანებული რომ აი ეგ უნარი აკეთებინებს იმას რომ უფრო დააჩქაროს ეს პროცესი რა თავის განვითარების ხო და რა ვიცი რამდენი ხანი გავიდა ალბათ 1.5 წელში უკვე კაი შედეგი ქონდა აუ ბიბის ერთი სული მაქვს როდის მოვა ივლისი ხო მოდი ძალიან მინდა მეც ძალიან მინდა მაგრამ მე არ ჩაწერე ეგ უნდა მოყვე ანუ კი ღერი და წერ ამ სიმღერებს კონცერტებს ღერი მაგრამ არ არის ჩემს აი გიტარაზე დაკვრა ჩემს არის სიამოვნება ჩემი ოცნება არის არაერთხელ მithქონს რომ გიტარისტი ვიყო რამე კაი ბენდში იმიტომ რომ სიმღერა აი კონცერტზე კიდე პრობლემა არ მაქვს ჩანაწერში ვიტანჯები რა ჩაწერის დროს იმიტომ რომ ვერ ვფლობ ჩემ ხმას რა იცი რა არის ხანდახან ის გვტანჯავს რომ ვიგონებთ რაღაც მიზეზს რა რომ დავიტანჯოთ რაღაცა რა შეიძლება კი არა ეგრეა ხო არის რა მე ჩემ თავზე იმიტომ რომ ადრე არ ვიტანჯებოდი ხო ეხლა უფრო ადარებ რაღაცებს შენ თავს ხო შედარებითობა აქაური ენაა რა უფრო მატრიცული ენაა და შედარება შეფასება ხო შედარებიდან გამომდინარე comparison is a thief of joy კაი ეგეთი რა თქმა
შედარება არის ჯოი ვიხსენებ სიხარულის ქურდია ხო და ბახალამ რო თქვა რამე წაუმღერეო და გავშალოთო რა აბა გავშალოთ კი არის შენ რო გავშალოთ ჩვენ მე ესეთი რაღაცა ვიფიქრე შენ თუ ჩვენი იუმორი სლოგანი მოვიფიქრე ზმუკისთვის ხო იყო შვენიერი პოდკასტი ბლუთ ლამაზი ულამაზი ეხა მოვიფიქრე თავბრუ დამხვევი პოდკასტი ზმუკი თავბრუ დამხვევი და ეგ ულამაზესი დაარქვის სადმე ჩაინტეგრირე ეგ ტექსტი თუ იმერ პოსტერებში უწერ ხოლმე რა ლამაზი ჯერ იყო ლამაზი პოდკასტი ზმუკი რაღაცა შემოხდა და გამიკვირდა ულამაზესი პოდკასტი ზმუკი და შემდეგი პოსტერი მინდა გავაკეთო თავბრუ დამხვევი პოდკასტი შვენიერი იყო თავიდან ულამაზესი ხო თავბრუ დამხვევი არ მოხდა თავბრუ დამხვევის ზმუკი გაგინდა გავშალო კი რა ეხლა მე დღეს ვარ თვარეზე ძალიან კარგი იმინე მეტყობა არა თვარი დარო თავბრუ დამხვევი ზმუკი 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 თავბრუ დამხვევი ჯეიმს ბლეიკი ჩამინაცვლე ეგრევე რა ცხოვრებაში გვიყვარს ჯეიმს ბლეიკი ჯეიმს ბლეიკი გვიყვარს ძალიან გვიყვარს ძალიან კარგია ჯეიმსი მინდა დუეტი ბიჭო ძალიან დიდი ხანია ვეძებ და ვერაფრით ვერ ჩავეძიე ჯეიმს ბლეიკი რო გამოჩნდა დაახლოებით ალბათ 16-17 წელია მალევე ძალიან გაიზრო ვიღაცა ტიპი ხო რომელზეც იძახდნენ რომ ამის ბევრად უცნაურად ლამაზი ხმით და უფრო ჩემთვის კიდევ საყვარელი მელოდიებით და ამბობდნენ რომ ამის რუმეითი არის ერთად ცხოვრობდნენ მუსიკალურ სასწავლებელში ვერაფრით ვეღარ მოვიძიე და ვერ აღიდგინე ვიზია ლაპარაკი ხო არ ვიცი ხო არა ვინმეს რო კითხო არ ანუ აი ვერავინ ვერ გამო მე ინტელექტს რო კითხო ბიჭო კითხე ყველას ყველაფერი და ბევრ ვერსიებს მიყრიან ეგეც რა ბონაივერი ხო არის ბონაივერ ერთი დუეტი აქვს მაგათ და საკმაოდ გავს ესე სტილისტური უფრო ხმით იცი ბონაივერი სავარაუდოდ თუ ქეკავდი მაგას და ქეკავდი შემოხდებოდა ეგეც გავს მაგრამ ანუ ყურით ვეღარ დავიჭირე ის იყო თუ არ იყო ეგ მე ეგენი კარგად არ ვიცი რა თქვენიც მე დიდად მეც არ და ბონაივერი ის არის ხო რაღაც რო წავიდა რა ქვია ტყეში და ალბომი ჩაწერა ეგ არ ვიცი მაგრამ რაღაც ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალები აქვს ბევრი ალბათ ეგ იქნება ხო ბონაივერ ბონაპეტიტი გუში ღამე თოვლი რომ მოვიდა იცი და რომ დადო და კიდე ამ გული გამის ვეღარ მოვიდოდი რატო მოხდა ესე აპრილში სტორი კითხვა ჩემი ბრალია ჩემი ბრალია აი ზუსტად ბიჭო ისეთი აჭრილი კვირა მაქვს მე ანუ ისე კი არაფერი მაგრამ აი რაღაცნაირად რა რატო მოყევი აბა აი ამინდებს მე ხო ვარ ამინდებზე ამაკიდულ და ამკიდულ და ბიჭო არ ვიცი ვერ ხვდები თავი მგონია თვარეზე ერთი კვირა ესე მგონია დილით ვიღვიძებ დაღლილი ცოტათი და მიჭირს გამოფხიზლება და მთელი დღე ვარ წათიშული მე ვარჯიშის მე ცოტათი რაღაც პერიოდი მაძლევს ენერგიას და მე ისევ იგივე იმას შევდივარ და ვერ ხვდები რაღაცა ჩემთვის ძიმე გაზაფხულის აი ეს ეტაპი არის და ანუ ვერაფერს ვერ შვები ხო ვარჯიშობ აქტიურად ის და ვაფშე არ მიცვლის არაფერს რა და მე დავაბრალე მაინც რომ თვარეზე რომ წავიდნენ ის ტიპები რა სადღაც იმდენად მაღალი იყო ჩემი სურვილიც რომ შეიძლება გავყევი და რაღაც ნაწილი ჩემს გინდოდა ძალიან შეჩი ნუტელა გინდოდა აუ საშინლად მინდოდა Milky Way კლაუსტროფობია არ გასწრებს არა კლაუსტროფობიასაც ხო რაღაცა გრადაციები აქვს რა კუბოში რო ჩამაწვინო ალბათ შემაწუხებს იცი რა მაშინებს ძალიან ცხოვრებაში ღრმულები აი ღრმულში რო ტიპები რო შედიან და აუ რა ჩასაშლელია ეგ ფსიქოლოგთან ბახალ
არა და მე დავინახე ეგრევე მთელი სურათი. ბიჭო მე პირიქით ხომ მოყვარული ვარ, მაგრამ მაგას გეუნები რაღაცას ხომ არა მაშინებს თქო. მაგას რა ქვია ორმოების ხრელებისთვის რაღაც ქვია. ტრიპოფობია. ეგ სხვა რა, ანუ ესე თვალები ვით, ბევრი თვალი რო არის. ხო. იცი ტრიპოფობია? განა ხო? მიდი. ანუ რაღაცა აი ძალიან დიდი შანსია რომ გქონდეს შენც. იმიტომ რომ მე არ ვიცოდი რომ მქონდა სანამ არ ვნახე აი ფოტოები. დაახლოებით ყვალის ფაქტურის ტიპები რო არიან ბევრი ბუშტუკებიანი, მაგის არა ბევრი ეგეთი ან ვიღაცებს ბევრი თვალები რო აქვს წერებს ან რაღაც. აი შეიძლება даже იმაზეც გქონდეს ეგერი უკან ქვია. გოგა გააძრე ეს სურათები რა ტრიპოფობიის რა. ამის გეშინია. აი ხარ გაწუხებს ეს? ეს ფოტოები არ გაწუხებს? საერთოდ არა. უჩემი გაქვს. ნანახი გაქვს შენ? ეხლა დავგუგლე და ბიჭო, ეხლა ნახე და წარმოვიდგინე, კანზე როგორ რა შეიძლება არის, ეგ გაკეთდეს. საშინელება. აი ყველაფერი ვაფშე აი ყველა ფოტო მაწუხებს. მოიცა მარტო კანზე არ არის, ანუ არა, მარტო კანზე ნებისმიერი არ არის. შიში. არ მოწოხს, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება გაწუხებდეს რა. შემახედე ერთ წამს. ხო და ეს ახლა თქვათ რაც აი, შეიძლება მაჟრია კანზე გამონაყარივით სამასო. იყოს, ეგ არ შეიძლება არასასიამოვნო შესაძლებელი იყოს, მაგრამ ის შპალიერზე რო არის ბევრი ბუშტუკები და ეგეთ რაღაცებზე ხარ რო გადიან, ნაწუხდებიან, ეგ ცოტა მგონია, ნო. ეს პრობლემა აქვს. დათვის ხვრელისაც გეშინია? მე პირიქით არ მეშინია, მე მეშინია ისეთი სივრცე, სადაც რო შევიდა დაუსრულებლად და მე სადმე არ გავიჭედო. ან თუნდაც წყლის ქვეშ ამღვიმეები რო არის, რო ჩადიან და სადღაცას რომ ეგ საშიში. ეგ ავიც ეგ უბრალოდ გადაჩენის ინსტინქტია შეშემა. აი ეს პონტი თუ არის, სადაც ჩაოლებრივად ვივლი რა, ანუ აი შესხოიც ესე რომ უნდა შეცურე და აი მაგ გაჭედვის, კაროჩი. როგორ უნდა მოვიხსნათ ისე ეგ შიშები მოვყვეთ. იცი რა არის? მე მეხმარება ის რომ ზუსტად ვიცი რომ ჩემი ნაწილი არ არის რა, მე დავიჯერე უბრალოდ რომ ჩემი ნაწილი. წენა ხო გიყვებოდი რაღაცეები მქონდა ისეთი, ანუ რაღაც კონკრეტული რამოდენიმე ცხოველი, ბავშვობაში ცხოველებში ვარ, გველი ან ბაყაყი ან ზღარბი ან ბუი ან ყველაფერთან ვიყავი თანაც ცხოვრებაში, მათ შორის შინაურებთან მით უმეტეს, ხო ცხოველებთან. მე ცხენთანაც გაზრდილი ვარ მაგ ცხოველებთან ერთად, აი შენობაში ვარ ყველასთან. არა, სოფელში რო ჩავდიოდი დაჩაზე ბაბუსთან, ყველაფერი ყავდა მართლა, ის რაც რამე არსებობს საქართველოს იმაში ბუნებაში და მე მოგვიანებით დამეწყო შხამიან გველებზე ცოტათი რაღაცნაირი გადამეტებული შიში ვირთხებზე და ობობების ფობია ფაქტიურად რა და მე საბოლოო ჯამში ობობასთან ერთად ვიცხოვრე, ჩემ მეგობარს ყავდა საკანში დიდი ობობა, შემოყვანილი და ცხოვრობდა, უყვარდა და მომიწია იმასთან ერთად და აი გადავლახე ეგ შიში. ანუ ყოველდღიურობაში რომ 1-2 ღამე მქონდა რომ აი მეგონა რომ მაცოცდებოდა და რაღაცას დამმართებდა და მე რომ მივხვდი რომ არა არ არის საფრთხილო და არ მერჩის, მე არაფერს და თავის დაწასაობს, გადავლახე ეგ შიში რა. და ყველა ცხოველთან ალბათ ეგ არის ვირთხასთანაც შენ თუ ერჩი ის და იძაბება და მე ხდება შენს მიმართ სუდად განწყობილი და მაგ ხდება კონფლიქტი. პატარა რო ვიყავი, ძაღლების მეშინოდა და ერთხელ მიკბინა ძაღლმა და გამიარა შიშმა. რო გიკბინა რო მიკბინა გამიარა. მაგარია. არ დაპირიქით რო კმენენ მე ემართება და მე მაგის მოშორებას ანდო. ისე მეშინოდა რომ მეტი აღარ შეიძლებოდა და ხა მეტი რაღა უნდა შემშინებოდა. ხო და ცუგებზე ძალიან ნერვიულობ კი არა და განსაკუთრებული განცდა მაქვს, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ტიპები არიან ჩვენთან და ეხა ეს ბოლო დღეები იმინა მართლა გული გამისხდა. შენ როგორ ხარ ცხოველებთან? ჩვენ შეგვიძლია ცხოველებთან ძალიან კარგად. შენობი? ძალიან მიყვარს. კი. თან არსებობაში ვინმე ყავს? არა. წერების გარდა. არა ჯერ. და ძაღლი მინდა ძალიან. ციკანი ხო არ გე? ციგანი მყავს სხვათა შორის. ხო გახსოვს? როგორ არ მაქვს? იმ ფრანგული მეტალიდან. ის ძველი ციკანია? ძველი ციკანი ბიბის რო ყავდა ეს ციკანი. კი. დაქვია? ციგანს? ხო. ლიდა ერქვა მე. რამდენი ის არის? ეხლა რამდენი წლის იქნება 28 ლიდა? არა მეტის. მართლა 38 57-ესა. 40 კი. მართლა იცი. იმიტომ რომ ისეთ და თმა არ ისეთ გაცვიდა. ოჯახში გაიზარდა. გენეტიკურად ხო, გენეტიკურად რომ თმა როგორ აქვს? რავი. იგებავს? ხო, არ ბოლო პერიოდი აღარ შეეშვა. ანუ მიუშვა? ხო. შარის რა. ჰიპურპონჩი თუ პროსტა დანები. იცი რა თქო ბოლოს? თავისუფლება თუ ვერ ვისწავლეო აქო. მე ხვალ რა ფასი მექნება. მართალია ეს სხვა. აუ, სერიოზულად იძახინა საყვარელი. თან ეხა იძახი. აღდგომაზე ხო არ ეხა მიხვდა აღდგომა რომ მოდის.
არა, მგონი თავისუფალია. თავისუფალი. ეგ სადაური კორეულია? აღარ მახსოვს. შეგვიძლია რომ დავდოთ ფოტო მერე. ვეჭველი, გოგო ჩაგდიდე მაგას. ზმუგში თურმიშხანის ფოტო როიდო, იცი? თურმიშხანზე ვლაპარაკობდით. ნანახი ხე ეპიზოდი? ვინ არის თურმიშხანი? დათუჩას ძაღლი თურმიშხანი. ნანახი ყავს. კი. თურმიშხანის ფოტო. კი, ლაივში წავს. და მაგასთან არ მეგობრობდა ლიდა? წესით უნდა მეგობრად. როგორ არა? კი. ერთი ასაკის. ლიდამ გააჩინა. არის ვიცი რა. იმიტოა ციკრისებრი ის თურმიშხანი. არავის არ მეუბნებოდით აქამდე და მე მგონი უკვე დათუჩა თანახმად. თურმიშხანი იყო საშუალო ზომის გედისებრი პუდელი, ხო თუ რაღაცა ეგეთი. აუ დათუჩა სტუმრობა ძალიან გაიქრა. ხო. ვინც არის იცის დათუჩა არის დავით აბულაძე, მაგარი დრამერი, ძალიან მაგარი კომპოზიტორიც არის. და ჩვენი ძვირფასი მეგობარია, სიყვარულის ადამიანი და ნინო ქათამაძის დრამერი იყო. დათუჩა. ეს თქვათ. დათუჩა. დათუჩა აწყობს დათუჩა და მისი ცოლი, რომელიც ვოკალისტია. აწყობენ რითრიტს ჩვენთან, მე მგონი ივლისში თუ ივნისში. და მე უნდა ვიმღერო ხმით კუნებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ თან. სადაგეთე. აი, ხმით კურნებაზე ვილაპარაკო. აი ხა თერაპია რო გაქვს ლუმოსში გაქვს თუ არ ვცდები. ლუმოსში მქონდა შანშან. ეხლა ვაპირებ ჩემთან გავაკეთო სახლში. სახლის სივრცეში? სახლის სივრცეში. ხო და ხმით კუნება შეგიძლია დაგვიხატო როგორ გამოიყურება. კი, ეხლა დაგიხატავთ და მე ჩავშვა. სიყვარული 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 სიყვარული
ას ლაპარაკო. მანტრა ბიბიჩასეული მრავალხმიანი. დაჟე ისეთი რომ ამან ფეხები ჩამოიღო მაგით. არა, ხო რამე რო გითხრა მაგარია თქო, რაღაცა უკვე ზედმეტი იქნება კი არა და არა საკმარისი. იცი რა წარმომიდგენია მე, რომ შენ და ლიკამ გააკეთოთ რაღაცა ერთად. ჩვენ და მე ლიკას ქონდა მიმოწერა მაგის. ხო, შენ თქვარი? და უნდა ვნახო და მეთქი ხვალ მოდის თქო, გუშინ ლაპარაკობთ ის და ამის მერე იქნებ. კი, ჩვენ იქამდე ქონდა მიმოწერა მაგაზე. ხო და არც ერთმა არ იცით, ხა მე ორივე ვიცი და თქვენ ერთმანეთი არ იცით რეალურად ვინ რას აკეთებს და აი ჩემი აზრით ერთმანეთისთვის შექმნილი არის ეს კერები. კაია. ძალიან გამიხარდება იქ თანამშრომლობა. იცი რა არ ვიცი ეს რამდენად ახმადია ეს კამერიდან და ეკრანიდან, მაგრამ ნუ მოდი მე ხავ ჩავშალოთ რას იძლევა ეს რა. ეს თვითონ ვიბრაციაც და თვითონ მელოდიის ეს შრეები რო არის ბევრი რა ხმოვანებებში. ხო არ ვიცი ჯადოქ ანუ აი გნუსხავს. და რეალურად მანტრის ფუნქციაა, ხო? მანტრაც ხო სადღაცას იგივეა რომელიც მედიტაციაში ხელს გიწყობს რა. ხომ ვიბრაციებია მარტო მანტრა არ არის რა, ანუ აი ამ მრავალხმიანი მანტრა. მანტრებსაც ეგ აქვს რომ განსაკუთრებული ვიბრაციები და ტექსტი. იქ ხო უფრო რაღაცა არ ვიცი რა ქვია მაგას ოდეს სხვანაირი ფორმით არის რა. მე ამას უყურებ როგორც ღვთაებრივი საწყისის გახსენებას შეგეხმარება რა. საბოლოო დანიშნულება ეგ აქვს. მაგრამ სანამ აქამდე მივალ პატარა რაღაცა შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს რა, პატარა გააზრებებში რა. იმ მომენტში რისთვისაც ჩემი ცნობიერება და სხეული მზად არის. იმიტომ რომ ესე სწრაფი და ხისტი გაწმენდა არ ხდება ძირითადად და როდესაც სიტყვაზე მქონია ესეთი შემთხვევები, რომ სესიისას, როცა მღერია, ბოლოს უკვე გაზიარება როცა ხდება მონაწილეების მხრიდან ემოციების ერთ-ორ ადამიანს უთქვას, რომ თავის ტკივილი გამოიწვიაო რა, ვერ მოვდუნდიო მაგალითად და ასე შემდეგ და ეს ძალიან კარგი რაღაცაა რეალურად, რომ ან კარგი რა ლოგიკურია ბუნებრივი, რომ ეგო თამაშობს დამცავის როლს ამ შემთხვევაში, რომ იმაზე ხისტი და სწრაფი წმენდა არ წავიდეს, ვიდრე რეაგის რესურსი იმ მომენტში არ გაქვს. და ხელში შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა ნაწილის ტკივილით. დაახლოებით იგივე იყო იმაზე რომ ლიკასთან რომ ვიძახდი, რომ რაღაც გაურკვევლობის განცდას თუ შიშივით რაღაცას გიჩენს ის ხმა იმ თასის რა. მე რო ვიწყებდი მედიტაციას, ლაითი პანიკური შეტევები მეწყებოდა ხოლმე და მე გავატანინე სპონჯში და იქნაგნო ბევრი წლის. არა, კაცო 20 წლის, აი ტრანსცენდენტალური მედიტაციით დავიწყე. ოღონდ სხვათა შორის უბრალოდ წავიკითხე, მაშინ ფული არ მქონდა რომ მივსულიყავი კურსებში. და წავიკითხე და თეორია გავიგე, ჩემი მანტრა მოვიგონე და იმას ვაკეთებდი რა. შენს გულთან რაც თანხმედრაში მოვიდა ის გააკეთე, ხო? ხო. და დღემდე მე ხა უფრო ძილის წინ თუ გავაკეთებ ტრანსცენდენტალურს რომ ჩამეძინოს უბრალოდ, თორე ეხა ესე უფრო სხვა მედიტაციებს მივმართავ ხო. ხო. სიყვარულის და მადლიერების მედიტაცია ყველაზე ისეთია ჩემთვის ძალიან ძლიერი. ხო, რეალურად მაგასაც მივხვდი რომ ვიღაცებში ება მაგას არ ეთანხმებიან, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფორმას. ო. ანუ რო ვაკეთებდი ტრანსცენდენტალურს, ეგ იყო კარგი, ეხლა ვიპასანას ვაკეთებ, ეგ არის კარგი და ეგრეა კი, როგორც ალან ვოტსი ვილაპარაკეთ, ინდივიდუალური ეგეც. თან თავარია პრაქტიკა რა. რო ვიცი, აი ხა ეს ბოლო პერიოდი არ ვაკეთებ მედიტაციებს, მაგრამ მაგრაზე ვარ. ანუ ვიცი ყველანაირი ტექნიკები და რა. მე ანუ არაფერს. რატო არ აკეთებ ისე ბოლო პერიოდში? მაგაზე ცალკე მინდოდა შენთან მელაპარაკა ბოლო დროს. ჩემი ძველი ხა გამოჯექა, კიდე? მოდი. გისმენთ? იცი რა, ამოვარდნილი ვარ ძალიან ჩემი რუტინიდან ამ ბოლო დროს. სულ მინდოდა თქვენთან სტუმრად მოსვლა. დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. მადლობა რომ მოხვდით. ჩვენც როგორ გიხდება ის ვარდი?
მადლობა. როგორ გავს? ცოტა ნერვიულობ ისე. გაზე რავი, აი მაინც თუ გიყურებთ ხოლმე და უცებ აქრო ვარ. ისე ბევრად პატარა, ვიდრე წარმომედგინა სტუდიას ხარ ხო გიყურებ. და გეცნობა? აკაურობა ისე? ბევრად დიდი მეგონას რა, ეხლა წარმომედგინა რომ დიდი ოთახია. რამე შენთვის ის არის, რა ქვია, რაღაცნაირი ბეცონ სპორტი. ბეცონ სპორტი მშობლიური არის თქვენთვის, ხო? ის ახალი ის გვაქვს, რა ქვია, პაწკოშვილი მისი ჰერიოს გაიცანი. ხო და შვენიერი. პატარა დინამიკი. ხო და რატო ვერ ახერხებ მედიტაციებს? რატო ვერ ვახერხებ მედიტაციებს? სმა დაიწყო. რო სტუმარს რო ასწრებ პასუხს. ბიჭო ძალიან მაგარი არის ვიღაცა რომ გაიხუმრები. მაგას რომ შენი თავიდან გამომდინარე რომ პასუხობ რა. ძალიან მაგარია ვიღაცა რომ გაიხუმრებს რომ დალია რაღაცა და ხალხს რომ ეცინება რა. არა და ადრე საერთოდ არავის არ ეცინებოდა მაგაზე. იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, აიო, არაფხიზელი რო გნახო? ანუ აი ვიფიქრებ რომ ანუ ვერ დავიჯერებო რა, ყველაფერს დაუშვებო რომ რაღაცა ხდება, რაღაცა ან მემეჩვენება რაღაც და ვერ დაუშვებო მაგასო რა. და ძალიან უმეწო. რო დამლევი ხარო? ხო. ხო და მოყევი ერთი, რა პრობლემა გვაქვს? რა პრობლემა გვაქვს? არაფერი პრობლემა არ გვაქვს, ესეთ პერიოდი მაგაც გაივლის. ეხა ვარ ჯანსაღ ეგოიზმში. არაფერს არ ვაკეთებ. როგორ არ ვაკეთებ, ხო და მუშაობ რაღაცა და ჩემ თავზე არ მუშაობ და ჩემი დაგროვილი გამოცდილება მეხმარება რომ ინერციით აქამდე მოვიდე რა რაღაცა სადღაც ალბათ მომიწევს რაღაცა პატარა რუტინების შექმნა თავიდან პირველში. არა, მომიდა რომ რაღაცა რაღაც ცხვირის მოტეხვა მომიწევს ალბათ რომ დავიწყო ისევე. აი ხა სანამ ეგიცი რომ ცხვირის მოტეხვა მოგიწევს თქვათ რა, მანამდე რატო არ გინდა რომ ისქნა რა ქვია, რამით. იმიტომ რომ არ მოსულა რაღაც თავის ცხვირის ფორმა. და უნდა რომ შეიცვალოს. პატარა კაცს კეხი უხდება. იგივეს ვიტყოდი, კითხავდი შენ ადგილზე ჩემ თავსაც თქვათ. მაგიტო არ გეკითხები, რადგან სტუმარი ვარ არ გეკითხები. მე არ ჩავსულ არ მაგამ. საინტერესო რომ შენზეც გითხრა. იცი რა, ანუ ამან არა, უცნაურია ხითა. მან თქვა არასდროს არ შევტა. რაღაცა სხვანაირი განათებაა საერთოდ აქიდან, იცი? ეთყობა ის შუქი შემოდის ხა ჩემს თვალთ, რაც მე აქეთ უფრო შლილია. ბახალას უკან ედგა ის თქვათ რაღაცნაირად მირტყავს თვალში ეს ბეცონის საერთოდ სხვანაირად გამოდის, ძალიან ეფექტური არის რა. მართლა. ბეცონის ნათება არის ასწაული. ხო და რას მეკითხებოდი? შენ აი შენთან როგორ არის? იცი რა, მე არც დამიწყია ის პრაქტიკა, რაც ამას აქვს 0-დან გავლილი, თქვათ, ამ ფორმით რა. და ამიტომ მე არც შემშინებია იმისი, რომ რამე ჩამომეშლებოდა მაგ კუთხით. თორემ მე რომ შიშარა ვარ ზოგადად ეგეთ რაღაცეებში. ძალიან. ანუ ნახე, სწორად მინდა რომ გაიგო რა, ჩემი ეხანდელი მდგომარეობა არის 100-ჯერ უკეთესი ჩემი წარსულიდან საუკეთესო მდგომარეობაზე. ანუ კი, ზუსტად ხვდები მაგას. მაგრამ იცი რა, ხელშეწყობა უნდა. ბევრად უკეთესად ყოფილვარ. როცა პრაქტიკებს ვაკეთებ. და კიდე შეგიძლია კიდე უკეთესობისკენაც განავიქცე. იცი რა მინდა, მე მჭირდება პატარა წახალისება. აი ხა ჩვენ თუ ვიტყვით სამივე. ხო. რომ რაღაცას დავიწყებთ, აი მედიტაციას და წერას, თუ გინდა წერას, აუ რა წერა არის ძალიან მაგარი. ბედის წერა? ბედის წერა. თუ შევთანხმდებით, მე მოდი შეგვიძლია სამივე თუ გავაკეთებთ, გავაკეთებთ. ანუ ჯგუფთან ერთად უფრო გიმარტივდება ზოგადად რაღაცების კეთება. არა, დაგხვეწ მაკაცები რო ერთად აუხვალიდან აღარ სვოთ სპორტში რა. ესე იგი წერა და მედიტაცია. მედიტაციაში უკვე ვარ, შემიძლია რა, ანუ პრაქტიკაში ვარ. კაი, წერას დავამატებ. წერას ჩაგიგდებ დღეს რა როგორ? შემოგვიერთდები? წერაში? დავაი. კაი, მედიტაციას თავი გაანებე თუ გინდა, თუ გიჭირს, წერა. გპირდები, დათვლილი მაქვს, დილით 3 წუთი. ხო. ნუ აი 5 და საღამოს 5 წუთი. დავაი. შეგიძლია რომ 5 წუთი გამოგო დღეში. სულ არაფერი ჩემთვის. რომ მე უკეთესად გავაკეთე. მე რომ მეცოდინება რომ შენაკეთებ, მე გამიტყდება რომ არ გავაკეთე. დავაი. всё, დღეს გიგდებთ რა არის საწერი.
მოყვები და ხალხს თუ დააინტერესებს დავაი, ხალხს მიდი გაუზიარებ. გამოვალე. დილით წერთ მადლიერებას. აა 10 რაღაცა რისი მადლიერიც ვარ. აი მაგალითად თქვი რაღაცები თქვათ რა. შენი მადლიერი ვარ. კიდე? ბიბიჩას მადლიერი ვარ, გოგას აი მადლიერი. კიდე სხვა სახის არის, მადლიერებები ნების, ანუ აი პირველი, ნახე მან მთელი მოგამე, რომ აი პირველი რაც მოგდის, ლიკას მადლიერი ვარ, ბავშვების მადლიერი ვარ, მაისურის მადლიერი ვარ. ესეთი რო ვარ, ვიზუალურად გინდა. ყველაფერი რა. უნარებით. ჩემი ბოტასის მადლიერი ვარ. ესე რამოდენიმე ფერის გაქვს ხო ეგ ბოტას? ორი ფერის გაქვს. ორივეს მადლიერი ორივეს ხარ. მადლიერი ხარ თუ რომლის იმის ნაკლებად ეს უფრო ეს უფრო ამის. გოგა სიცილის მადლიერი შეიძლება აუ იყო? მე მინდა დავამატო. თუ გამომყვებით მაგაში. დავაი. რომ აი ფლად მედიტაცია შეიძლება არ იყოს, მაგრამ უბრალოდ რო ჯდები, ლოტოს ფორმაში თუნდაც. ხო. აი ესე. და უბრალოდ ერთი წუთი რო გაჩერდე რა. აი რა სიტყვით მაგის დამატებას. ეხლა? არა. ჩვენი რუტინის არა, მე გავაკეთებ მედიტაციას. დააკვირდი შენს ხეულს ბახალ. რა პროცესები მიდის? რეალურად გიდირებაც შეიძლება არ დაჭირდეს ადამიანს, რა უბრალოდ რო გაჩერდეს ეგეც არა, ხო, აუხსნა უბრალოდ რა. მე ციხეში ვაკეთებდი იოგის პრაქტიკებს ვაზიარებდი და გიდირებას. კაი, და საღამოს არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი არის, კითხვარი არის. ხო. და აი მაგალითად ერთი კითხვა, ბევრი რა ერთი ალბათ 10 კითხვა არ მახსოვს რა. ეგეც 12 ნაბიჯიდან არის, რომ ხომ არ ვიყავი დღეს გაბრაზებული. გაღიზიანებული. და ამას წერ და იხსენებ შენს დღეს. და წერ, სადმე თუ ვიყავი გაბრაზებული. და ესეთ კითხვები არის რა. მე არის ერთ-ერთი, ანუ ვინმეს ბოდიში ხوار უნდა მოუხადო. და აი ესეთ რაღაც და აჯამებს თელ შენ დღეს. პირველ დღეს შეიძლება ну რაღაცა გაბრაზებულიც იყო ის და მე ნელა იწყებ დაკვირვებას ამაზე რა. და რო წერ მე აი როგორ უმნიშვნელო რაღაცებს წერდი ბოლოს იცი? იმიტომ რომ ну ხარ აქვე დაკვირვებაში ხარ რეალურად. ხო, მაგრამ ის როგორ არ გაბრაზდე მაგას რიცი? ამუშავე. ბიჭო, აი არასწორად უყურებ შენ. არ უნდა შეხედო რომ არ გაბრაზდე. იმას საერთოდ შეეშვი. არ იფიქრო იმაზე რომ არ არსებობს წერტილოვანი რაღაცა მუშაობები ხვდები რომ აი ბრაზზე ვიმუშაო. შენ სულიერ მდგომარეობაზე მუშაობ და ის ბრაზი გადის. სიხშირეს უცებ. ხო? ხო, მაგრამ მარტო ის ორი სავარჯიშო ხო არ არის მაგისთვის რომ ეგ კომფორტი არა, აი გეტყვი ხა ორი არ არის, რამოდენიმე ლოცვები არის დილას აღამოს ბახოთ რა. ეხა მოგიყვები აი ხო რომ მორჩებით აი ლეპტოპი მაქვს განახებ აგიხსნი და ჩაგიგდებ და დილას აღამოს ოღონდ ხელით პასტა ფურცელით უნდა დაწერო ლოცვა არ უნდა დაწერო ლოცვა უნდა წაიკითხო რა მე არაფერი ეგ არის ბრაზზე შეგიძლია ან რამე რაც არ მოგწონს შენში და უბრალოდ დააფიქსირო აღიარო რა რომ ეს ხო რაღაცა და მე გამოიკვლირო. იცი რა ზოგადად ეგრე უდგები, მაგრამ გააჩნია ხოლმე მე თვითონ იმ დღეს რა კონდიციაში ვარ ზოგადად. თავი გულწრფელი იყო როცა დაწერა. და არის კიდე დღის გეგმა. შემდეგი დღის გეგმას წერს აღამოს. რას მაგალითად ესეთ კითხვა. რას უკეთებ მე დღეს ჩემ მეგობრებს? დღეს რა ანუ აი ხო ანუ ხოლმე დღეს ისე გულისხმობა რომ აი დღეს დღეისობით. არაფერი შეიძლება დაწერო რომ არაფერი ვინმე თუ შემხვდა და ამერიკა ვიქნები მოსიყვარულე თავაზიანი გავუღიმებ თუ რაც არის. მეტიც. როგორ ამოჭერი ძალიან თქვა. ბახალ შენო დაბუნე. ავში აუარდა. სტუმრობ არის ბევრად ადვილი შეცინე. ნაკლები პასუხისმგებლობა. ეშმაკი შემოუვიდა ეგრე. აი ხედავ ებძვის რა. რო აი ცოტა ხوار დავაჭირე. არ არის პრობლემა. წერაზე როგორც კი წავიდა ბაზარი და ცოტა რაღაცაზე ეშმაკი შემოვიდა რა უცნაური იყო ისე საერთოდ სხვა ამბავი იქ რო იჯექი არ იყო ძალიან სტრანი. სვანაირია. ჩემ ადგილში ვდარ ხარ?
და ძალიან არ იყო ადვილი ისე რა. აი ანუ ეხა ხო არაფერი არ იცვლება ეხა ამით რეალურად მე აქ ვიждებით თითქოს, მაგრამ იქ იმას დაგროვილი აქვს ეგ ენერგეტიკა, რომ აი რაღაც დაკითხვის სკამია თუ რაღაცა რა, გინდა არ გინდა. და რაღაც გათრიგერებს რაღაც. სვეტში ხო. რაღაც წნევა მაწვება და შენადგილას რო დავშენეთ. ის ესეც ამოჯერ ძალიან. ისე როგორი იყო აქ ჩდობა. აქ რა ენერგეტიკა დაგვხდა. კარგი, რა ვიცი, ჩვენი ისეთივე ხო. რბილი? ხო და სახლში აპირებ. ალბათ ეს ივლისიდან რა დამთხვევა. რომ სხვადასხვა ხო ჯერ იმას ვიტყვი რომ სადღაც ესე 4-5 წლის წინ ვაკეთებდი აკაპელა სესიებს სახლში რა. ესე დავპოსტავდი Instagram-ზე, სურვილებს მოვეხმობდი და ვიღაცები გამომხაურებოდნენ. მოვიპატიჟებდი რაც 1 მაქსიმუმ 5 ადამიანი. და ვატარებდი რა წამოწოლ მდგომარეობაში ხალი ჩამოს ძალიან კომფორტულად იყვნენ ზოგ შეეძინებოდა სესიის განმავლობაში ზოგ წიგს კითხულობდა ოპოლის ვენებდა და მაგრამ იმ პერიოდში აი როგორი ამბავი იყო იცი რომ იხსენებ თან და რომ იწვრთნები რა რომ ითლები თლად ესე წმენდავად ვერ აღვიქვამდი რა ბოლომდე ჩემს მაგ პროცესს და ეხლა უკვე მაგ კუთხით შევხედავ და აი ძალიან მიხარია ეგ ამბავი რა ვსწავლობ ცნობის მოყვარეობას რო გავყვეთ ჩემს ცნობის მოყვარეობას რა რაც საითაც საგიყვანს ხო იცი აი ბავშვური ინტერესი და ეს ერთ-ერთი ეგეთი ამბავია ჩემს შემთხვევაში და მოკლედ ზაფხულიდან ამ ხვიტკურნებას ჩემს კომფორტულ გარემოში სახლში გავაკეთებ. ის ბავშვების კი არა და ვისაც ვოკალის დამუშავება უნდა განვითარება, ეგეც სახლის პირობებში ხდება შენ. ესეც სახლის პირობებში. home studio. ეგ რამე ინსტრუმენტის თანხლებით ხდება? თუ სხვადასხვა. პიანოზე უკრავ ხოლმე და სავარჯიშოებს პიანოსთან ვაკეთებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ზუსტი ბგერა დავიჭიროთ აღექვას მენთმა მეხსიერება. და ბასი. ბასი მანდ არ მაქვს ჩაინტეგრირებული. და ბასი საიდან შემოვიდა? რატო აირჩია? ბასი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში იქიდან რომ სიმღერებს რო უსმენდი მიყვარდა აკორდების ბანის პარტიის სიმღერა. ბიბი თქვა რომ ესე იგი ბასისტობაო და მე ჩავაბარე თბილისის სამუსიკო კოლეჯში ბას გიტარაზე და ოღონდ ისე ჩავაბარე რომ რა ვიცი 3-4 თვის აღებული მქონდა ინსტრუმენტი ბასი რა იქამდე საერთოდ შეხება რო არ გაქვს. ხონდა ნიჭი აღმოგაჩნდა? იმ მომენტში ძალიან დაბალი. და მეგობრობა რო არა ბიბის და ირინა ებრალიძის რომელიც ხელმძღვანელი იყო იმ კოლეჯის სავარაუდოდ ვერ მოხვდებოდი იქ. მაგრამ ძალიან დიდი მადლია რომ ამ ადამიანის და ეგრე მოხდი და გავხდი ბასისტი. ანუ პროფესიონალი ბასისტი ხარ? პროფესიონალი ბასისტი ვარ. აუ, შენ არ საერთოდ კონცერტზე რამე არ გინახავს ბიბიჩა? ძალიან სამწუხარო. ბიბიჩა შენც და მეგობრდი როგორც წინაზე ველაპარაკეთ იმ პერიოდში როცა მე აქ არ ვიყავ. შენ აქ არ. და მე ხა გავიცანი რეალურად 1-2 კვირა. რა მინდოდა ისი მე თქვა? სანამ აქ ვართ. ხო. ჩვენ გვაქვს ესეთი სეგმენტი ხოლმე. რომ უცნობ სიმღერებს ვაშკარავებთ ხოლმე მომწონს ძალიან ჩვენ ჰერიოში ეგ რუბრიკა ახლა უკვე პატარა ჰერიოში აუ ძალიან საყვარელი არის პატარა მართლა შემიყვარდა უცბად ხო ძალიან ჩაგალელი არის და მინდა რომ აი რაღაც კეფაზე აი ყავდეს სიტივით თუთიყუში გვერდზე მე შემოგთავაზებ ბიბის სიმღერას რომელსაც ქვია Temples of Heaven. შესაძლოა გავაკეთებ იმას, რომ იმ პერიოდში შექმნა ეს ნაწარმოები, როდესაც აი ერთ ოთახში მე მეძინა და ის მუსიკას ქმნიდა და განსაკუთრებული ენერგია და მოგონება და ემოცია
აკავშირებს მაგ პერიოდთან და მის შექმნილ მაგ პერიოდის მუსიკასთან და ეს ერთ-ერთი მათგანია. რომელი წელია ეს? არ მახსოვს ეს კონკრეტული, მაგრამ დაახლოებით. ალბათ 2000-იანების დასაწყისი ან 90-იანების ბოლო რა. ესე მახსოვს. აი გულში და სულში მეხება ეს ჟღერადობას და Yamaha-ს ის კონდა ელექტროპიანო და მაგას რაც ისიც კონდა საუნდები ჟღერადობა ძალიან თბილად მახსენდება რა. ეხლა რომ დავფიქრდი ძალიან გავს შენ მუსიკას რამონთ რასაც შენ ვოკალით აკეთებ. კი, არის ეგ. ეგ ენერგია არის, რომ იგრძნობა. ძალიან ლამაზი კომპოზიცია და ძალიან კარგად ხედავ აქედან საიდან მოდიხარ ფონში აი მუსიკალურად რა. კი. იმისგან მიუხედავად რომ საერთოდ ეს ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არა აქვს რა, მაგრამ ეს ხო რაღაც ინსტრუმენტებია, რაღაცები, მაგრამ ეს შენი ვოკალური აი ანუ აკაპელას ეს რო გადამღერო ინსტრუმენტებს, ხმით რო გააჟღერო ინსტრუმენტები შენი ნაწარმოები გამო. არის ეგ. სიგიჟე რა არის წინაზეც თქვით რა, განსაკუთრებულად საყვარელი არის, იმიტომ თხოვე თავიდანვე რო გეთქვა შენც რა მნიშვნელობის არის და რა პერიოდიდან მოყვება. რომ მაგ თვალით რო უყურებ, ხდება საოცრება, როცა რიგითი ყურისთვის შეიძლება დღევანდელობაში თქვათ ისე მოგესმინა და გაგეტარებინა და დაგეკარგა, ანუ არ მიგექცე ეგეთ ყურადღება და აიცი როგორი სასწაული ბევრი ხმა არის ესეთი ნაცნობი კომპოზიტორის უამრავი ოღონდ ერთის და ორის თავის მორიკონეიან, ბლეიდ რანერიან, იმიან, ვიღაც ესეთები მოდის უცბად რა, რომ რაც რამე სამყაროში არსებობს კომპოზიტორების თემები და ისინი თითქოს აი უამრავია იქიდან ამოკრებილი რა. ბიბის ძალიან და ძალიან ჰარმონიულად ის არ არის რომ დისონანსშია რაღაცასთან რა. ხოლო ეგ საოცარი უნარი აქვს არა ესე ჩაჭერის ყველაფრისთან. ბიბის აქვს აი ძალიან ინდივიდუალური რაღაცა ნაპერწკალი რა გულში რომელიც მუსიკის მეშვეობით ამოდის. ჩემთვის ეგრე ითარგმნება. რაღაც სიგიჟეები, ყანჩელიც, აი ვიღაცა ბევრი იყო ესე რა ფრაგმენტულად. ხო, კინო იყო, რაღაცა, ხო. სასწაული მართლა. ასე რომ უცბად აი მართლა შემიყვარდა. მომინდა რომ უსმინო ხშირად. როცა დავკარგავდით რა, ხა ეს წინა ჩაწერაზე დაამის იყო. შენ რო დაინახე ეგრევე იქ. ძალიან საყვარლობა. ია. რა კარგი არის. ეგეთ რეალობაში გაზრდილი ადამიანი რო ხარ რა. ძალიან რეალურად ჯერ არ მეავირჩიე ჩემ სულმა აირჩიე ეგ ამბავი და ეხლა შემიძლია თქვა რომ გამიმართლა ეგ რო ავირჩიე თუ რაღაცა მაგრამ დაგეგმილი მქონია ეგეთი ამბები და ხო თავარია რომ მიხვდე რომ ნაწილობრივ ეგეც ხო არ არის ფაქტორი რომ შენი ყური და მელოდიურობა ეგეთი განვითარებული არის რა. კი როგორ არა გარდა იმისა რომ გენეტიკურად რო ჩამოთვალე ხო
იმდენი ადამიანი. ან მრავალფეროვნება რო გაქვს რაღაცეების რა. ეხლა შენ ვოკალშიც ხო ბევრი რაღაცა ერთი კონკრეტული ტიპის ვოკალი ხო არა აქ ამას აქ რაღაც ცოტათი საგალობელიც არის, ჯეიმს ბლეიკურიც არის ისეთი, ან ბევრი რაღაც ვანდერის დიდი გავლენა მაქვს, ვანდერის დიდი ფანი ვიყავი ბავშვობაში. მე ქართული ხალხური ელემენტები მაქედან ავიღე რაღაცეები, 7-8 წელი დავდიოდი. მე გალობის ამბავი დამეხმარა, გალობის ხაზი, რაღაც უფრო სინატიფე და სიფაგიზე ეცა. მე ცოტა როკის შემოვიდა. ხრინწიანი ხმა მან დავამოყამე, რომ აი როგორ შემილია, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რა, რაღაც გამომეხატა ეგნაცი. მე არ გამიგია შენი ხრინწიანი. ხო. 19-ში არის კორძის ლაივი, საკამოტოს ასრულებენ, საკამოტოს თემას თუ როგორ ითქმის ეგ. ხო, საკამოტოს ნაწარმოებს ასრულებენ. ორკესტრთან ერთად. რაღაც სასტავი არის, მე ფილარმონიაში ვარ ნამყოფი და სასწაული იყო ფილარმონიაში, ვიზუალი იყო ძალიან მაგარი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე იქნება რა. ხო, 19 აპრილს ეგ არის. 19 აპრილს რა ქვია? Factory Tbilisi, Coca-Cola-ის ქარხანა ყოფილი რა. და 23-ში არის Bedford Falls-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია Lazy Bones. იგივე სივრცეში Coca-Cola Factory Tbilisi. წელს გამოვა ჩემი ალბომი, შეგვიძლია ვისაუბროთ. რას მელაპა მოყევია ეგ? როდის არ ვიცი. ესე იგი ალბომი მზად გვაქვს უკვე. გვაჯის მიერ დამიქსული და მასტერებული. მოჩი სადღაც 3-4 თვის წინ. და ეხლა უნდა გადავიღო კლიპი. მიდის სცენარზე მუშაობა. ერთ-ერთ სიმღერაზე ალბომიდან სულ 6 სიმღერა შედის. და კლიპის შემდეგ უკვე გამოცემ ალბომს. და დაგპატაჟებს პრეზენტაციაზე აუცილებლად. დაახლოებით ვარაუდიც არ არის. ალბათ შემოდგომაზე ფიქრობ უფრო. მაგრამ იქამდე შეიძლება იყოს. მე სულ მიკვირს რომ რატო არ უშვებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი კომპოზიცია გაქვს. კი. რომელიც მე ძალიან მომწონს და შენ მაინც ცოცხალი თავით არ უშვებ. გეტყვი რატომაც? მითხარ. სანამ სული გამოიღვიძებს მანამდე რაც არ უნდა აკეთო აი მაინც გაჩერებულად გზნობ თავს რა და ძალიან ლოგიკურია რომ პროცესები ჩქარდება და უნებრიობაში მოდის, როდესაც გამოუწებული ხარ და შენ თავთან ხარ გასწორებული რა. შენ თავს უყურებ ისეთს, როგორც. ანუ შენ ფიქრობ, რომ ეხლა არის იმის დრო უკვე. ხო, აი შარშან დავიწყე რეალურად სიმღერების გამოცემა, ჩემი მუსიკის გამოცემა. ხო და სმუკისთვის ხო არ გამოცემ რამეს? სმუკისთვის გამოცემა აუცილებლად. ერთ კვირაში ხო დაიდება ეს? არ ვიცი, გოგა როდის დაიდება? შემდეგ 4 შაბათს. 4 შაბათს დაიდება. შესაბამისად. ნახეთ. ეხლა 4 შაბათს დაიდება და 4 სიმღერა მაქვს თქვენთვის. რას მელაპარაკებ? ვაუ. აღწერაში 4 ბიბიჩას ახალი სიმღერა. რა სიმღერები? მიდი მოყევი სიმღერებზე ისაუბრე, იმიტომ რომ სიმღერებს ჭირდება ახსნა, ზოგს. ჭირდება. ზოგს არ ჭირდება. ზოგს არ ჭირდება. როგორ გავიგე რომელს ჭირდება ამ 4-დან იკუს და რომელს არა. დაიწყე და გეტყვი. კაი. პირველი სიმღერა არის მეტაციური სიმღერა. ესეთი ხაზი წამოვიწყო მეტაციური სიმღერების. პირველი არის სიყვარული, რომელიც გამოვეცი ალბათ 2-3 წლის წინ. არის მხოლოდ სიყვარული სიტყვა ამ სიმღერაში და ლუპზე ტრიალებს ჰარმონიაში ხმებში გაშლილი. ეხლა გამოცემ დანახვის მეტაციურ სიმღერას. ჩემთვის ეს სიმღერა არის აი იმ პერიოდზე რო ვისაუბრეთ დაცემა ამოსვლის პერიოდში დაწერილი. როდესაც ნათლად უფრო ნათლად ბევრად ნათლად დავინახე, სივრცე გამოჩნდა და დავინახე ჩემი რაღაცა ის სული თუ ბუნებრიობა, ბუნებრივი ენერგია რაღაცა რომელმაც გამოანათავცებ. და მაგის დანახვაზე დავწერე ეს სიმღერა. ესეთი ტექსტია: მე შენ დაგინახე, გამინათე სიყვარული. ესეც ლუპად არის, ლუპად ტრიალებს და ხმებში არის გაშლილი.
ეს ორი. ერთი ეს გამოვა, სიყვარული კი გამოცემულია. ეხა შემდეგი ორი არის დაბადების დღის მოლოცვის სიმღერები. და მოყვები ამ ისტორიას, ესე იგი პროსტა დაბადების დღეს. დაბადების დღე. მეგობრებთან როცა მიდიოდი დაბადების დღის მოსალოცად კი არა და რომ პატიჟებდნენ დაბადების დღეზე. ბოლო პერიოდ დავდიოდი დინამიკით, მიკროფონით და ჩემთანაც ხარ მოსული მე. კი, დინამიკით სხვადასხვა არა, ამ სახით არ ვარ მოსული. შენ გამზადებული ის ჩანაწერით მოგილოცე. ხო. და მე დავიწყე ადგილზე გაკეთე. ხო, ადგილზე გაკეთე. ცოცხალ შესრულებით და ეგრე შეიქმნა ესე იგი ეს ორი სიმღერა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტექსტი იგივეა რა ლამაზი დღე რა მთელი დღეა, იმიტომ რომ შენი დაბადების დღეა და happy birthday რა ინგლისური ვარიანტიც არის. ანუ ქართული და ინგლისური უნდა გამოვცე ერთდროულად. და უბრალოდ მელოდია მაქვს შეცვლილი და ჰარმონია მაქვს შეცვლილი რა. და ნუ ჟღერადობა და ხასიათი ჩემებური ეს მედიტაციური აკაპელური რა. ხო და ანუ ლაივის გარდა უკვე სტუდიური ვერსიებიც არის დაბადების დღის. ეს ორი და მეოთხე სიმღერა არის ყველაზე ძველია 4-დან, ალბათ 5-6 წლის წინ დაწერილი. ქვია Nobody Notices. ეს ის ხო არ არის იქ რო ჩაწერე. არა, ეგ არის They. They-ს რა თვალუშებ? აუ They-ს მალე გამოუშვება ალბათ. შენ ისე გიყვარს რომ შეიძლება არ მიყვარს იმ დღეს, ანუ ერთხელ მოსმენილი. რამდენი 5-6 წლის მოусმინე. უფრო მეტი იქნება. მეტი ჩაწერის დროს და აუ მეთქი რა მაგარი სიმღერაა და იმის მერე არ გამოუცია. ამის ტრიპ. ნო. შენ მახსოვს რომ ესეთი სიმღერა არ მომისმენიაო ეგრე მითხარ. ხო და სპეციალურად ჩვენ რომ მომეწონა ეგ რომ მითხარი მოდი ამ თემაზე რომ ლაპარაკობთ, გვაჯისაც გავუკეთოთ პრეზენტაცია, თავისი ვიდეოსი გამოღვიძე. გვაჯის სიმღერა დავდოთ ქვეშ, ხო? მოიღვიძე ქვია ხო მე მგონი? ხო, ალბათ. რაღაცა ეგეთი. აქ რო იყო მაშინ დაუკრა მისამ. ხო, მისამღერე აქ დაუკრა. ჩანახატი ქონდა ეთყო. ხო და მაგარია. ჩვენ გვაქვს ბილეთები ჯის რუბრიკა. ნამდვილად. და კითხვა არის მის ფარგლებში, რომელსაც დაგისვავს ფახალა. მზად ხარ კითხვისთვის? უკვე კი. ეს არის ბილეთები ჯის კითხვა. დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რომელ ლეგენდარულ კონცერტს დაესწრებოდი? დავესწრებოდი დიდი სიამოვნებით Keith Jarrett ტოკიოს კონცერტი. განსაკუთრებით მაგ კონცერტში მომწონს და მეხება კონცერტის ბოლოს უკრავს Encore-ზე. Encore in Tokyo, მე მგონი ესე ქვია. აი ესე მეხება ისე მომწონს და დავესწრებოდი ცოცხლად მოვუსმენდი მაგას. გოგა შეგიძლია შუქ ჩაკრო. მოგესალმებით საღამოს მუკიდან. ჩვენი გადაცემა გადის საღამოს ღამის 12 საათზე. თუ არის დროით? თუ არის დროით, ხო. თუ არის დროით 12 საათზე. ზოგ ადამიანებს ურჩევნიათ ასე. რა თქმა უნდა, ნუ ეგ ჩვენი არჩევანი არ იყო, მაგრამ ნუ პროდიუსერი ზოგად რა არის საერთოდ ჩემი არჩევანი ნიკუშ მითხარი რა. შენი არჩევანი არ არის არაფერი. განსაკუთრებით ამ საღამოს დროს ის იმას ვერ უჩევ რა ვჭამო სადილზე. მართალი არის. გვია ახლოვდება დღესასწაულები. გილოცავთ ყველას. გილოცავთ. მართლა შეყვარებული. დღეს არის ნექსუმი, დღეს დღევანდელი. ნექსუმი და ლიენილით. ნექსუმი არის
მერვე დღე არის კვირის და მინდა რომ ყველა იყოს მზად ყოველთვის იმისთვის რომ შეიძლება რაღაც დეკადებში ერთხელ დაემატოს კიდევ ერთი დღე, თქვათ მე-9 დღე ან მე-11 დღე და ამან არ გამოიწვიოს აღფრთოვანება თქვენში. უბრალოდ ეცადეთ რომ მაგით არ გადააბიჯოთ იმას, რასაც ისედაც გადააბიჯებთ რა. მართალიას. მე მგონი 100%-იანი იყო ეს, ეხლა კონკრეტულად ესაც. ეს რაც ითქვა. სხვათა შორის ყოველთვის მინდოდა მომეყოლა ეს ისტორია. თუ მომცემთ ამის ნებას და ჩვენ კი მოგცემთ ნებას, მაგრამ რამდენად დარჩება გადაცემა შეიგო სახთა სხვა საკითხი. ერთხელ მივდიოდი და როდესაც ის მე დავინახე იყო ესეთი მსგავსება, რომელიც იწვევდა სხვადასხვა გვარ ნიუანსებს ჩემში. თუმცა როდესაც მოხდა უკვე ის რისკენაც მიმყავს ეს მადლობა. ისტორია. მეც ხიმილიანი დარდით ვარ დღეს. ბედნიერი ძაღლი. ჩემი ეზოში ყებს. გიცნო ალბათ. სამივე დღეს. ეს ლექსი არ იყო. რა იყო ეს? ეს იყო ისე ძალიან დამაინტერესა ეს რა იყო სხვათა შორის. სიჩუმეს რო არ ყვე ბოდიში, მაგრამ ძალიან დამაინტერესა. თუ არის ბატონო, მე ხო დავიწყე თავიდან რომ თვარეზე ვარ რამოდენიმე დღე და იქიდან ვიღებ. ეს დარდი არ ყოფილა ცუდი. უბრალოდ თვარისეული ყოფილა და არ გვესმოდა აქამდე მართლა. სულ გონია რომ რაღაცა დეპრესიის წყარო დარდიდან მოდის ან მელანქოლიის, არა თუმე მთვარეა. დარად. შევასრულოთ. დრო. ой, merry go round ხო? თუ სხვა გქონდა რამე. არა, ეხლა დავწეროთ.
მეორედ აღარ შემაწუხოთ ძალიან. ხო ეგ ხო არა, სულილე. დიდი ბოდიში რა. მართლა. შვიდობა და ამ ხალხა კაცი მოვედი აქ და ხო. შვიდობა იყოს. აი ხო არა ვანთო ჩუკი. ძაღლი ესე კი არ არსებობს. 1 კიდე 2 3 ეს იყო ჩვენი შუქი? არა ბიჭი, შუქი იცვლება გიჟი. ხო და ვერ გააჩერებ მაგას რა. მე მგონი ხმა არ იწერებოდა. შევამოწმოთ, აი დროსია ეს. იწერებოდა. აუ, გაი, მართლათო. ხო და მე და ბიბიჩამ უბრალოდ ბიბიჩამ თხოვა რამე სიმღერა ხო არ გაქო რომ აკაპელა გავაკეთო რა. მე ვაკეთებ ხოლმე აკაპელა სერიებს და ვიწო ხოლმე ქართულ არტისტებს თანამშრომლად და ნიკუშას მივადექი ერთ დღეს და ნიკუშა? შენ. ჩემი ნიკუშა და შენ მე გამომიგზავნე. და გავუგზავნე სიმღერა რომელიც მე სირკუს ალბომში შევიდა, Merry Go Round ქვია და ძალიან მაგრა გავაკეთეთ და მე სხვათა შორის აჩიკო სულაქველიძეს მოვიდა იდეა რომ ანუ ისეთი პონტი იყო რომ სტრინგები უნდა გავაკეთებინა რა არანჟირება სტრინგებით უნდა გავაკეთო და რა სტრინგებიო ბიჭაო ხო და მაგის ხარჯზე ამდენი კომპლიმენტი არანჟირებაზე არ მიმიღია არც ერთ სიმღერაზე რა ხო ამონარია ხო ხლიწოთ ხო შეგვიძლია ახლა ვქნათ რამენერად ეს სიმღერა მე მგონი ნამღერი მაქვს აქ არა კი არა ეხა დალუპო გამიჯდება მაგრამ შემიძლია გამოყვებ ესე ცალ-ცალხმით როგორ შეიქმნა სიმღერა? როგორ შეიქმნა? როგორც ყველა კარგი სიმღერა. ძალიან მარტივად. ხო. არც დავჭიქე და უკარი და ვიმღერე. აქ შეიქმნა? არა, ჯერ კიდევ შატბერაშულს. მე მგონი შატბერაშულს უფრო კაი სიმღერები იწერება. აუ, ქართულ ტექსტებთან მეც ახლა ხანს დავახლოვდი და შენც როგორც ვიცი. კაი გამოსtildeება რა? ახალია და უბრალოდ მე არ მაქვს ის გზნობა რომ გამეხსნა. ხო. იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც უცხოა ჩემთვის რაღაც ცხენზე რომ მღერი ხარ მარტივია რა. და გულწრფელი რო იყო უფრო რთულია.
ხო, ჯერ ის არის რა პროცესში ხარ, ხო. რატო ცხენისთან შეიძლება გულწრფელობა? ანუ ეხა არ არის ეს გულწრფელი სიმღერა ცხენზე, კომიკური სიმღერაა რაღაცა. ახალ ტეკესზეა საუბარი. ხო. ხალხი კაი ცხენი არის. მე აქაც უნდა აღვნიშნო ამერიკის ხმა. და ამერიკის ხმის მეორე ნაწილი დაურეკე ნიკას და უთხარი რომ ჩემი საყვარელი ნაწილია ამ ალბომია? კი, თუ არა? ალბომი არის. აი, მეორე ნაწილი აი ძალიან მოწონს. ეგეც როგორ შეიქმნა, იცი? სიმღერა ნუ დავწერე რაღაცა და რაღაცა მოკლე მოგოჩვენა ეს სიმღერა და ესეც მოკლე იყოსო და არა მეთქი აი და ანუ ოღონდ არ კი არ მქონდა მოზორ აი ეს სამი აკორდი არპეჯიო დაუკარი მთელი ბენდი უცებ ზუსტად იცოდნენ რა იქნათ და დაუკარით. ანუ აი ჩამოხსენით ციდან. რეპეტიციაზე შექმნით და ეგრევე ჩაწერას. ჩვენ 1000 ჯერ მაგ მოყოლილი კოტორა ანტკარში შარვაშა მოხსა სახლი, შევედით სიმღერების გარეშე და გამოვიდით ალბომით რა. ეგარია. გინდათ გაჩვენოთ თუ არის ბნელი მხარე. მიდი მანახე. ჩააქრიშო.